ქვეყნის წინააღმდეგ გაცხადებული ომი და ხელისუფლების შეგნებული არჩევანი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. გამოწვევები, რაც დღესაც მწვავედ დგას, დღის წესრიგში პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემა იყო. სოფო ბერძეა პირდაპირ ეთერში. Am თემაზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება ხალხის თანადგომით შეძლო. სხვა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ მალავს, რომ შესაძლებელია ხელისუფლების სტრატეგიული სვლები უშედეგოც კი ყოფილიყო. დღეს ირაკლი კობახიძე იხსენებს, რომ განსაკუთრებით რთული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველი დღეები, როდესაც საქართველოს ომში ჩართვას თხოვდნენ მებრძოლების მოხალისეების უკრაინაში გაშვებას. როგორც გითხარით, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების მისამართით სწორედ მოსახლეობის თანადგომა. რეალურად რომ არა რაღაც შადრაგესებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებდა პირველ რიგში ბატონები ძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. პირდაპირ მოთხოვნები იყო, პირდაპირ ზეწოლა იყო. გახსოვთ, რამდენად რთული იყო განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგანი თხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც პირდაპირ გამოიწვევდა როგორც ესკალაციას, ასევე გამოიწვევდა ეკონომიკის ჩამოშლას, ჩვენგანი თხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც ნიშნავდა პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას და გარდა ამისა, ჩვენ ბოლომდე ღიად მაინც არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდებოდა დახურულ კარს მიღმა, იქ უკვე ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით ოკუპაციის შემდეგ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო ჩვენი უარი ომში ჩართვაზე. გითხრეს ჩვენ უარი კანდიდატის სტატუსზე, რასაც მოყვა რევოლუციის მცდელობა. პრემიერის ამ კომენტარიდან მარტივად იკითხება, რომ ამ ამბავზე საზოგადოებამ ბოლომდე ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცის. რა გზას გადის ჩვენი ქვეყანა 2022 წლის 25 თებერვლიდან, ანუ დღიდან, როდესაც საქართველომ სანქციებთან მიერთებაზე უარი განაცხადა. პარლამენტში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს ჩვენს რეპორტაჟში მოისმენთ. ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა. ის რაც ქართულ ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ჰგონია, რეალურად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ამის ერთ-ერთი დასტური ვენაში განვითარებული მოვლენებია, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დერეფანში მოსიარულე ოპოზიციონერებმა მოკავშირედ მხოლოდ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი იპოვეს. დერეფნებში ისინი ცდილობდნენ, რომ როგორმე გამოეჭირათ რომელიმე დელეგაციის წევრი და მათთვის ეთხოვათ, რომ საქართველოს არ ყოფილიყო მიწვეული ეუთოს ასამბლეის სხდომებს. ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მათ ნახეს, ეს იყო ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯო უილსონი. შიდა და გარე მტრების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა რომ არ დასრულებულა, ეს დღეს დეპუტატებმა პარლამენტის ხდომათა დარბაზში კიდევ ერთხელ თქვეს. მძიმე 3 წელი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა და გამოწვევები, რომელიც ჯერ ისევ რეალურია. საპარლამენტო ოპოზიციიდან ეკა სეფაშვილი საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ ომზე საუბრობს. ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ვებრძოდით უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელიც მოქმედებდა როგორც საშინაო ქვეყნის გამყიდველი აგენტების საშუალებით, რომელსაც რატომღაც ოპოზიციას უწოდებს და უკეთეს შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციას, სინამდვილეში ესენი არიან აგენტები. აი ამ აგენტებს ვებრძოდით და ასევე ვებრძოდით საგარეო აგენტებს, რომლებიც დღესაც აქტუალურად მოქმედებენ. გლობალურ პოლიტიკაში დღეს მიმდინარე პროცესები თითქმის ყველაფერს ნათელსფენს, მათ შორის ვინდა როგორც ცდილობდა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში საქართველოს ჩართვას. თუმცა მმართველი პარტია არსებული რეალობის გათვალისწინებით ხედავს, რომ ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მსურველები ცდელობას ისევ განაგრძობენ. სამწუხაროდ, სანამ ბატონი დონალდ ტრამპი გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არავის უზრუნია იმაზე, რომ ეს ომი დასრულებულიყო მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით. და როდესაც ბატონმა დონალდ ტრამპმა ამისთვის უკვე აქტიური ნაბიჯები გადადგა, ჩვენ ხედავთ თუ როგორი
ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ. ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ამაში ჩართული არის ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ესენი ყველანი deep states ემსახურებიან. ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა, ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების ძღოლების სახში დარჩენა, ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და ქართულ ოცნებაზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარჩევს. ქალბატონ ლორას მინდა უთხრა, თუ ვინმე დასუსტებულია და თუ ვინმე შერცხვენილია, არის ის ძალები, რომელსაც ის წარმოადგენს და ის აგენტურული ქსელი მისი, რომელიც აქ მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით. გეოპოლიტიკური რყევების ფონზე საქართველოს აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, იანვარში რეკორდული 11% და 1/10 ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი არის მხოლოდ 1%. დღეს გვაქვს მშვიდობა და ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინა და ამოწვევის პარლამენტარების სამთავრობო გუნდის და ჩვენი თითოეული მხარდამჭერის დამსახურებაა. საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის სკანდალური ამბები გასულ კვირას პირველმა კანონმდებელმა გაასაჯაროვა. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად დაწერა, რა მოხდა 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში, როცა მასთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი მივიდა.